$200,000-ზე GDD-ს თანამშრომლებზე მინდა განმარტება გავაკეთო. პირველ რიგში ყველა, ვინც არ ესვრის ქართველ ხალხს, იარაღს, ასე ვთქვათ, იმ თვალში არ დაუმიზნებს, გაზის ტყვიას არ ესვრის და გადმოვა ხალხის მხარეს 4 ოქტომბერს დიახ, ჯილდოს სახით მიიღებს $200,000. ყველა ის ადამიანი, მათ შორის GDD-ს თანამშრომელი, პოლიციის მაღალჩინოსანი, ვინც ამ ხელს ივანიშვილის რეჟიმს და სისტემას და კონკრეტულ მასალებს, მტკიცებულებებს გადმოგცემს ნებისმიერი გზით, რომელიც თუნდაც იქნება საიდუმლო, თუნდაც იქნება წყარო ისეთი, რომ შემდეგ ყველაფერი რო ჩაივლის, მერე იტყვიან ეს ადამიანები ამ ვიდეოს თუ მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ, დიახ, ისინი მიიღებენ ჯილდოს სახით $200,000 და მარტივი პასუხი უნდა გავცე კითხვაზე, საიდან მოგვაქვს ეს ფული. ჩემო ძვირფასებო, აი ელექტროენერგიაში რო ფულს იხდით, შუამავალი ყავს, ასე ვთქვათ, უჩა მამაცაშვილს, ნოღაიდელს და ამ კრიმინალურ ბანდას და თქვენი ჯიბიდან $10 მილიონ იპარავენ წლიდან წლამდე. აი ეს მაფიოზური სქემა იმ დღესვე გაქრება. აი $300 მილიონ, რომელიც რკინიგზიდან იპარავენ, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანია რო გააჩინეს. აი ასე გაქრება ეს კორუფციული სქემა და $300 მილიონ დაბრუნდება ბიუჯეტში. ხალხის, ასე ვთქვათ, ჯიბეს დაუბრუნდება ეს თანხები. დიახ, და ამ თანხიდან ჩვენ საქართველოს, ასე ვთქვათ, ევროპული მომავლისთვის გადავიხდით აუცილებლად და უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ვინც გაძარცვა ქართული ხალხი იქნება რიჟვაძე, გომელაური, ლილუაშვილი, იგივე